დღეს ჩვენთან მოვიდა ისეთი ბავშვი, რომელიც სახლში თავს ისე გრძნობს, როგორც სცენაზე, ხოლო სცენაზე თავს გრძნობს, როგორც სახლში. ჩვენი სტუმარია, მივესალმოთ ნინო ესაიაშვილი. დედა როგორი ლამაზი ნინო მობრძანდა ჩვენთან. გამარჯობათ, მოგესალმებით, ალბათონო, სასიამოვნოა. მესმადლობა, დაბრძანდით. დედა რა ლამაზი კაბა, როგორ ბრჭყვიალებს. აი როგორიც თქვენ ხართ, ზუსტად ისეთი კაბა არის, ისეთი ბრჭყვიალა. ძალიან გამეხარდა. საიდან ჩამობრძანდით თქვენ ჩვენთან? საგარეჯოდან. საიდან? საგარეჯოდან. კარგია, საგარეჯოში, შიგ საგარეჯოში ცხოვრობ თუ სადმე იქით, სოფელში გვერდით? საგარეჯოში. საგარეჯოში. გამარჯვების ქუჩა. ეს ტყუილად არ იყო ნათქვამი, რა ქუჩა არის? მუსიკალურ პროექტებში მიიღე ხოლმე მონაწილეობა და ეხლა შენ გამარჯვების ქუჩიდან რომ ხარ, შესაბამისად გამარჯვება ნამდვილად არ გაგიჭირდება. რა მინდა კითხო ეხლა? აი, საგარეჯოში ყურძნის და კარგი მომღერლების გარდა კიდევ რა ხარობს? ვაშლი? ვაშლი. ვაშლიც ყოფილა, კი ბატონო. წვადი ხარობს? კი. კი, წალამი? კი. წვადისთვის უნდა იქაისოთ. კი, ნამდვილად ხარობს. სკოლაში დადიხარ? კი. რომელ კლასში ხარ? მეოთხე. მე კარგია სკოლა? კი, მე მიყვარს. რა ასლაბარაგო? რა უცნაური ბავშვია. სკოლას რომ უყვარხარ ეს ვიცი, მაგრამ შენ რომ გიყვარს სკოლა, ეს განსაკუთრებით დასაფასებელია. მაშინ რაღაცა საგნებიც გექნება შენ, რომელიც ძალიან გიყვარს იქ. ქართული და ინგლისური. ქართული და ინგლისური შესანიშნავია. მათემატიკა კიდე კაი არ მითხარი. მათემატიკა ხო არ გიყვარს? არა. არც მე არ მიყვარს. თულაც არ ვიცი, კაცო, 1, 3, 8, როგორ არის ეგა? 1, 2, მოკლედ, კარგი. ბაღში დადიოდი მანამდე, თუ პირდაპირ სკოლაში წახვედი? ბაღში დავდიოდი. კარგი იყო ბაღში? კი. ბაღიც კარგი, ყველაფერი მოწონს ამ ბავშვს, რა შესანიშნავია. დილა სადგომა გიყვარს? არა. აბა როგორ გიყვარს სკოლა და ბაღი? რა? ვისთან ერთად მოხვედი? დედასთან, მამასთან, ჩემ პატარა დაიკოსთან. შესანიშნავია. ის პატარა ლამაზი რო არის, ის შენი დაიკოა? აი, ასეთ სილამაზე რო ყავთ ახლა და გარეთ რო გამოყავთ ხოლმე, არ გეშინიათ ვინმე არ მოგტაცოთ, ისეთი ლამაზი არის? განსაკუთრებით მამას ვეკითხები ამ ამბავს მე. ალბათონი მარინა ურდულაშვილი, რომლის ბავშვები ძალიან ხშირი სტუმრები არიან პატარების დიდ შოუში და ჩვენი მეგობრობა უკვე 7 წელიწადს ითვლის და აი ბავშვები მოდიან, თქვენი დამსახურებით დიდი მადლობა, ასეთი კარგი ბავშვები რომ არიან. ანა როზა ყავს აგერაკ, დები მასურაშვილები და ბარბარე. აპლოდისმენტები მათ, ისინი მონაწილეობდნენ ჩვენს შოუში. დიდი მადლობა ამისთვის. აი, ვინ გინდა რომ გამოხვიდე ახლა შენ, რაზე ოცნებობ მითხრა? მომღერალი და მოცეკვავე. ცეკვას გეხერხება? კი, დავდივარ. ქართულ ცეკვაზე დადიხარ? რა მაგარია? ეს აპლოდისმენტების ღირსი არის და რომელია შენი საყვარელი ცეკვა ქართულში? ანუ ქართულ ცეკვებში რომელი მოგწონს? ქართული ცეკვა მომწონს. თვითონ ქართული ხო? სხვა? აი მე რაჭული მიყვარს ძალიან. შენ არა? მიყვარს რაჭული. კარგი ისეთი სიამოვნებით ვიცეკვებდი, მაგრამ რა ვიცი, ეხლა აი მოვერიდები ხალხს, თორე ჩემი ნაცეკვი არ ამგონია ვინმე ძალიან მოეწონოს. ესე იგი, მოცეკვავე მინდაო და მომღერალი მინდაო გამოვიდეო, ასე მითხარი. ძალიან კარგი სურვილებია ეს და მე მინდა რომ ორივე გამოხვიდე შენ. იცი რატო? კახელებს ორჯერ მეტი ექნებათ დასალევი, შენი სადღეგრძელო მინდა გითხრა. დღეს რა სიმღერა უნდა გვიმღერო? ბარცნუ ეტრფი. ხედავ, წარმოგიდგენიათ? პირველად ვნახე, რომ ყვავილი ყვავილზე მღეროდეს. აი, ესეთი სიმღერა გვექნება დღეს. მე არ მინდა, რომ ძალიან დიდხანს შეგაჩერეო ახლა აქ და პირდაპირ მინდა, რომ სცენაზე გთხოვო და შეგვისროლო ეს სიმღერა. აპლოდისმენტები. Pienat bilo pulo La masia magramu gulo Shen simghereps ver gaigeps verada Swag sanache Dardis kasamkhelada Marto kunes argishvelis pulo
შეგეცვლება ნეტარით მარტო კუნეს არ გიშველის ბულბულო ეს ქვეყანა ცივია და უგულო სანამ კუნესითი ფრემინდო ველა და ვარცხვა მოწყვეტ გულზე და საბნევადა სანამ კუნესითი ფრემინდო ველა და ვარცხვა მოწყვეტ გულზე და საბნევადა ვარცხვა მოწყვეტ გულზე და საბნევადა ბრავო! ბრავო! ნინი ესაიაშვილი, აპლოდისმენტები მას და რა თქმა უნდა შესანიშნავ ბენდს, რომელიც აკომპანიმენტს უწევდა ბატონი დავით მასანაშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. შესანიშნავი სიმღერა იყო. ძალიან მომეწონა. ეხლა მოეწონა კიდე იცით ვის ეს თქვენი სიმღერა? ლოკომოკოს ლომს, რომელიც მობრძანდება ჩვენთან. ლოკომოკოს ლომი! შესანიშნავი საჩუქარი თქვენ და ამითი საჩუქრები რა თქმა უნდა არ მთავრდება. ახლა დაუძახოთ ფაგიოს. შესანიშნავი ნაკრები კრებული რაღაცებისა ფაგიოსგან, რაც დაგიცავთ თქვენ პატივცემულო გაციებისა და ინფექციებისგან. დედამ იცის ფაგიო. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, შეგახსენებთ, ეს გახდათ ნინი ესაიაშვილი. აპლოდისმენტები.